ვაგეთ გუშინდელისას გავაგზავნე ისე ვახში. რა ქვია მას. ნათაძესთან მამარდაშვილის ესე თქვა წაკამათება იყო ის საჯარო წაკამათება. ხო. და მამარდაშვილი გამოდის და აგებს თავის სიტყვას და აშკარად ჩანს რომ სათქმელი აქ მზად ესე ზოგადი ჩარჩო, მაგრამ იქ მაინც ხურდება ასე ვთქვა ჯერჯერობით. იმიტომ უცებ იტყვის ისეთ რაღაცას რაც აშკარად ეპატაჟური არის იყო, ამაღიზიანებელი იყო და ამავე დროს კონტექსტში მაინც არ ჩდებოდა და თუ ხა სიმართლესაც ბოლომდე შეიძლება არ შეეფერებოდა, იმიტომ რომ თუ ხა ავგუსტინესის ტექსტი ისპოვიჯ ალბათ საქართველოშიც მოიპოვებოდა, იქ არ ჭირდებოდა რუსეთში მაგას. ანდა ხა იმდენი რუსული იმ ხალხმა ვისაც ავგუსტინეს აღსარება შეიძლებოდა წაეკითხა. ასე უნდა წაეკითხოს იმ დონის ხალხს იმ რუსული ეცოდინებოდა იმ პერიოდში. მაგრამ ასე იყო თუ ისე არ შეიძლება თვითონ სხვა ენაზე წაეკითხა. დააყენა საკითხი ამგვარად, ჯერ ერთი თქვა რომ უცნაური საკითხი თქვა რომ მე არ მინდა ვიყო ახალგაზრდა, იმიტომ რომ ახალგაზრდა არის ესეთი ესეთი დრო ჟამი, როდესაც ადამიანმა ჯერ კიდევ უნდა მოძებნოს და იპოვოს საკუთარი თავი. და ეს საკუთარი თავის ძიება გრძელდება ძალიან დიდ ხანს რეალურად. და რაღაცას ეხლა მაგას ვინ განსაზღვრავს, მაგრამ საკუთარ თავის პოვნა რაღაც 50 წელს რომ უახლოვდება ადამიანი, ან ცოტა კიდე რომ გადაკვეთს ის რაღაც იქითკენ ხდება. მაგრამ მე არის პროცესი რა თქმა უნდა, ზოგი ახლოს არის ზოგი. მაგრამ აი ესე თქვა ადამიანის ჩამოყალიბება ერთი მხრივ და მეორე მხრივ აი ამ შედგომა ადამიანად ეს ერთი პროცესია, პროცესი შედგომაზე, პროცესის ნაწილია. მაგრამ ეს არის ცხოვრებისეული ამოცანა, რაც ის ადამიანის მოწოდებაა ესეთი რაღაც. იპოვოს საკუთარი თავი. იპოვოს საკუთარი თავი. და ეხლა ჩვენ ვიცით მაგალითად სტოელები ამბობენ რომ ადამიანიო 7 წლის ასაკში შედგება ადამიანის ტვინიო რა ასე. ესე რატო ამბობენ სტოელები რომ რაღაცა ინფორმაცია რომ მოდის გარედან მას მზა რაღაც სტრუქტურა უნდა დაახოდეს რომ აი ამ სტრუქტურაში ჩაჯდეს გარედან მოსული ინფორმაცია რა. იმიტომ რომ ყველაფერი მატერიალურია და რადგან ყველაფერი მატერიალურია, ესე იგი უნდა დახტეს ასე რაღაცა მატერიალური სტრუქტურა, რომ გარედან მოსული სტრუქტურა ამ მატერიალურ სტრუქტურას რაღაცა მოერგოს. ზოგი ამას 14 წლის ჩვენ ვიცით რომ დაახლოებით ფროიდიდან დაახლოებით 3-დან 5 წლამდე ხდება ესეთი რაღაცა ქვეცნობიერის ჩამოყალიბება და ასევე მიიჩნევა რომ 18 წლის ადამიანმა უკვე ეს არის შემდგარი ადამიანი, ესე იგი დასტრუქტურებულია უკვე ადამიანის გონი და რაიმე უკვე იქ ახალი იქ რაღაცა შეუძლებელია, უბრალოდ ხდება აი ამ სტრუქტურაში ამ სტრუქტურის ათვისება, დამუშავება. ესე იგი ადამიანი გავდგავართ იმ პრობლემასთან, რომ ადამიანმა მხოლოდ შეიძლება გაიგოს ის რაც უკვე იცის, ඕනამ შემთხვევაში გაიგოს. ესე იგი ეს არის როგორც ვთქვით განსხვავება ძირითადად გნოსისა და ეპისტემის შორის რა დაახლოებით. დაახლოებით რო ვთქვათ ასე. ერთი არის რაღაცა ინფორმაცია გაქვს და მეორეა რომ რაღაც ეს ინფორმაცია ამ ინფორმაციას ფლობ. გიტარა შეიძლება გქონდეს სახში, მაგრამ მე უნდა ფლობდე ამ გიტარას, ხო ეს სიტყვა აქვს ფლობა. და ვეუფლე. კარგი სიტყვა, ხო ფლობა, უფალი, ფლობელი. აქედან არა.
ფლობდეს საკუთარ თავს, თავის უფლება. თავს რო ფლობ, უფლება თავის უფლება, მაგალითად ამ შემთხვევაში თავის ფლობა. თავფლობელობა. თავის უფლება, თვითფლობელობა. თვითფლობელობა, თვითის ფლობა. და ამარდაში რა ამბობს, რომ ესე იგი იმისათვის რომ შედგე ადამიანად ეს მხელა რისკია, რომ შეიძლება ვერ შედგე ადამიანად, იმიტომ რომ აქ ერთგვარი იღბალი არის, აქ იღბალი უნდა გქონდეს ადამიანს, რომ შედგე საკუთარ თავს, ესე იგი საკუთარ თავს მოეგო. მაგალითად გონს მოეგო. ქართულად არის ისი ავტონ ილთე, ესე არის სახარებაში, ლუკას სახარებაში არის იავტონ ილთე. ქართულად საკუთარ თავს მოეგო და სინამდვილეში ტექსტი ნიშნავს თავის თავთან მოვიდა, ესეა. და ეს იყო ფრაზა, ასე ვთქვით, რომელთანაც მოდიოდა მოდის პლატონიდან მოდის ესო საკუთარ თავში ქართულად ყოველთვის რაღაც განმარტოება არის რაღაცნაირად ნათარგმნი ხოლმე, მაგრამ სინამდვილეში არის უკან დახევა, საკუთარ თავში უკან დახევა. ეს იმხელა ციკლია აქ ამ საკუთარ თავში უკან დახევის ამბავი, რომ აი კი მოიფანტები, არამედ საკუთარ თავში უკან დაიხია და გუშინ კაკრას მაგაზე დავწერე რაღაცა. ხო? ეს სტატია არის ზუსტად ამ უკან დახევაზე, ის ხორისი არის, შესვლა არის, მაგრამ იპოხორი უკან დახევას, საკუთარ თავში უკან დახევას. ნიშნავს და ბაჩანასთან ეს რაღაცნაირად არის ნათარგმნი. ქართულშიც არ თარგმნენ თითქოს ამ უკან დახევასში, ვერ ხედავენ იმ ტრადიციას, რა ტრადიციაშიც შემდეგ ეს უკან დახევა ეს დაახლოებით ისე რომ სული თავის თავიდან გამოდის და უნდა დაუბრუნდეს საკუთარ თავს სული. ეს არის სტატია არის, რომელიც აქ პლატონიდან იწყება და მე რაღაცას გრიგოლი პალამასაც კი მოიცავს. არ არის რელიგიური, საერთოდ უბრალოდ პალამაზე ლაპარაკობს, თუმცა პალამამდეც არის ეს. ლიტურგიაში გვაქვს ეგ რა ჩვენ პირდაპირ გვაქვს ლიტურგიაში. ხათაშორის პირველ შეწირულის ლიტურგიაში გვაქვს დაახლოებით რაღაცა და ეს და საერთოდ ქართულად ისე არის ნათარგმნი, ძველ ქართულადაც რომ არ ჩანს ის ფილოსოფიური კვალი, არა და აშკარად პლატონური ტექსტია და უბრალოდ პლატონური ტექსტი კი არ არის, სტოური ტექსტია. სტოიკური ტექსტია, ოღონდ გააზრებული არის სწორედ ის პლატონური ტექსტი და ქართულში თარგმანი არის გაკეთებული როგორ არის, მაგრამ ის მომენტი, ის გემო დაკარგული, მე ბერძნულად არ წამეკითხა, მაგალითად მე მაგას ვერ ვიცნობდი იქ. და ესეთი რაღაცები არის, რაც უფრო ძველია ტექსტი. აი ლოცვითი ტექსტი, არ არის ბევრი შემორჩენილი ეგეთი ტექსტები, მაგრამ რაც უფრო ძველია ტექსტი, მით უფრო მეტად ფილოსოფიური ტექსტია და აი მერენდელი ტექსტები, აი ბერებმა უკვე რაც გააკეთეს, არის მედიტაციური ტექსტები. ახლა რო არა თქვა ლაქლაკი, ეწკინება ვიღაცებს, მაგრამ ტიპური მედიტაციური ტექსტები ეს და იმეორებ, ბნელა, იქ ღამის თების ლოცვებია ძირითადად. ყველა ეგ ლოცვა ღამე, ცისკარი ღამე, მტუხრი ღამე. სულ ღამეში ხდება, მე თუ ბიზანტიური ტაძრებს ფანჯრები და ისინი არა აქ ეხლა არის რომ ძალიან ბევრი არის შუქი და ისინი სად იყო ხა სანთელი და ზეთი და ეს ელოდი ტაძარში ყოფილიყო, პატარა ტაძრებში თუ ხართ ნაყოლი თუნდაც ათონის საქართველოს ტაძრებში სად არის ხა იქ იმდენი შუქი და აი ესეთი რაღაცის ყიდვა მინდა რა. ხე ძალიან პატარაა, მაგრამ
საქართველოში თუ ჩამოვედი მათ და საცხოვრებლად იქ ზემოთ კუჩი აი ესეთი რაღაცა უნდა იყიდო რა სუპროპკები რომ არ და რაღაცა ამით იული რა თან ისეთია ელექტრო მაგრამ კაცო რა ეს ელექტრო ის რო ვიყიდე იქ ვაშინგტონში დამსვეს ან ჩემაშვილებმა აი ხა თვითონ დასესინებდნენ და დასრიალებდნენ და ჩემ 50 კილო არის მე მგონი ჩემი შვილი და მე ვარ 115 კილო მოგე დაჯდა ჩემ ბატარეა მთელი გზა ხო ფეხე ვატრიალე ის ფეხები ვატრიალო დამეტენა ის ისეთი მექანიკური წარე და ელექტრო ვატრიალებდი ტენიდი ჩემ ჯგუით ბატარეა მაინც გათავდა გადავჯექი ჩემ შვილის ველოსიპედზე და ის გადმოძა ჩემსაზე რა ის მეყოფა მე ბატარეა ხო მოკლედ და მამარდაშვილი ამბობს ახლა ეგეთ რამეს რომ ესე არსებობს რისკი ახალგაზრდული რისკი არსებობს და ნუ ჩვენი ესე იგი თაობის მოვალეობა არის რომ ამ ადამიანს ახალგაზრდებს ხელი შეუწყოთ რომ ეს გზა სწორად გაიარონ, შეიძლება ისეთი რაღაცა მოხდეს ახალგაზრდობაში. რომ ამას არ ამაზამდეს, მაგრამ ნუ ჩვენ გულისხმობთ მაგას, რომ შეიძლება ისეთი რამე მოხდეს ამ ახალგაზრდულ პერიოდში, რომ ადამიანი ვერ შედგეს, დაიკარგოს, რაც ტრაგედია იქნება. და დაკარგული თაობის თემა სუტრიალებს ახლა. თითქმის ყველა თაობა იძახის დაკარგული თაობა ვართო, მაგრამ ნუ ძირითადად ეს არის პირველი მსოფლიო ომის თაობა. Энрих Мария Ремаркис არ ვიცი на западном фронте без перемен ვერ მახსოვს ვერც ენაზე ну რა ენაზეც მაქვს აკითხული მე დამოვიდნენ 17 წლის ვიყავ 18 წელს წავიკითხე ნუ ხო და აი ეს წიგნი ეხლა ფილმი გამოვიდა მაგ Ремარკისზე და დებილობა ეს ფილმი просто კარგად გადაღებულია რაღაცები მაგრამ ნუ ის მაინც ვერ გაჩავენ რა აი იმ ოდისეასი არ იყოს და იმში რაღაცა ხდება აი ვეღარ არის ის ვერ ხდება რა მოკლედ ეს არის დიდი ნაწარმოებების გადმოტანა ფილმად ძალიან რთულია მაგრამ ნუ ეხლა ვაფშე რავი რაღაცა კოშმარებში გადადის ყველაფერი ხო და მოკლედ და ეს ამთხოვნო დავეხმაროთ ახალგაზრდებს. შეიძლება ხო მოხდეს, ომი მოხდეს, შეიძლება მაგალითად ჩვენ თაობას რაც შემთხვევა 90-იან წლებში რომ ჩვენ უკვე თითქმის დაუღუპა არამზადა საბჭოთა კავშირმა, მაგრამ შანსი კიდევ გქონდა. მაგრამ დაემერსა ქვეყანა დაინგრა და სამსახურები არა გქონდა. მაგალითად გპ-ის ვამთავრებდი საკმაოდ კარგ სპეციალობით და შეიძლებოდა რომ ყოფილიყო რომ ისე გამოსულიყო რომ მაგალითად გვემუშავა ამ ჩემი სპეციალობით რა თქმა უნდა მართლა მშენებლობები ყოფილიყო საინტერესო იქნებოდა თქვა შეიძლება არ ვცხრანენ მშენებელი გამოვიდა ჩემგან შეიძლება ყოფილიყო მაგალითად გამოსულიყო რაღაცა ყოველ შემთხვევაში მე აი ვთქვათ მაგრამ დანარჩენი ახლა ამდენი ჩემი ჯგუფელები იყო ხა მაგალითად ერთი ჯგუფელი რომელიც ასტუციად ცუდად სწავლობდა მურჯიკრელი იყო ეს მისი გვარი არც თუ ისე ცუდად სწავლობდა იმისგან ნამდვილად გამოვიდოდა კარგი ინჟინერი ნუ მე აღმოჩინე რომ იყო ეკლესიის ესეთი აგრესიული წევრი აღმოჩნდა ხა ეს ადამიანი რომ ინჟინერად შემდგარიყო კარგი ინჟინერი თავს სპეციალს გაყოლოდა არ მგონია რომ ის აგრესიული მორწმუნე ჩამოყალიბებული იყო არ იყო აგრესიული ბიჭი ძალიან ნორმალური კარგი ბიჭი იყო ეხლაც არის ალბათ და მაგრამ ნუ აი რაღაც აგრესიულ ჯგუფში მოხვდა და რომელიც და ნუ რაღაც არასასიამოვნო შეხვედრა ჰქონდა მე არა და ამ დროს ნორმალია ხო და ეს ამათ გააცხა მამარდაშვილი გამოსა თაობას უნდა გაუფრთხილდეთ
ახალგაზრდებს უნდა გაუწევ. ამ დროს აი ამ ლაპარაკს შემოაგდებს ესეთ ეპატაჟური ესე რო თქვა ეს სიტყვა ესეთია აი გამომწვევ ცოტა აგდებულ ცინიკურ აი გამომწვევ რაღაცა სიტყვის ამაც შეიძლება საზოგადოება გააღიზიანა რომ ამას რომ აი ჩვენ წვდომა არა გვაქვს პირდაპირ წვდომა არა გვაქვს კარგი განათლება არ ყოფნის საქართველოში არა გვაქვს საკმარისი განათლება არ ყავს სპეციალისტები და ეს კარგად ცოტა ოხეშად გამოვიდა ეს შეიძლება იმ ფიცხდება ეხლა როგორც მე ჩემ თავზე მაქვს გამოცდილი როდესაც სწრაფად აზროვნებ ადამიანი ესე იგი მე მახასიათებს რომ ჩემი გონება უფრო სწრაფად გარბის ვიდრე სიტყვებს პოულობ და განსაკუთრებით ეს მემართება უცხო ენებზე რომ ლაპარაკობ და თუ რაღაც ხდა აი ამ უცხო ენებზე ლაპარაკისას განსაკუთრებით იქ რომ ჩაერთვება ის რომ ერთი ენა და მეორე ენაზე გარდასვლა მიწევს აი რუსულიდან თქვა ამ ბერძნულიდან ინგლისურად და ეს ირევა ერთმანეთში ამ დროს ძალიან ღიზიანდები და ამ დროს შეიძლება წამოუსროლო სულალური რაღაცა ფრაზა აი თავშეუკავებლობის ღიზიანდების ზუსტად ეს გაღიზიანება არიცი ესე ამის ამდენ აზროვნებას ვერ ასწრებ და ეს გაღიზიანება აი პირველივე შემხედრ წინადადებაში ამოხტება აი პირველივე შემხედრ წინადადებას ასოციაციაში რაც არის ამოხტება და რაღაცაზე თქვა რომ რაღაცად შეიგინო ну ეხლა საჯოთ რაში ან შეიძლება ვიღაცა გალანძღო ან ცუდად მოიხსენო ვიღაცა ან რაღაცა ეპატაჟური წამოიძახო ამ დროს ამას არ იტყოდი რა მაგრამ უბრალოდ ეს გაღიზიანება მოხდა შენ ამ გაღიზიანებას ვერ სატყობ ეს ძალიან სწრაფად ხდება ეს მექანიზმი შეიძლება ეგეთი რაღაცას მოხდა მამარდაშვილთან იმიტომ რომ აშკარად არა კომფორტული არის მისთვის ქართულად ლაპარაკი თან ისეთ გარემოში რომელიც სულაც არ არის იმისთვის მეგობრულად განწყობილი. ესე იგი, ძირითადად ხა აუდიტორიებში, სადაც მას უწევს და ლექციები იქნება თუ კონფერენციები, იქ ყოველთვის ადამიანი კოლეგები არიან და უმეტესი ადამიანი კეთილგანწყობილია. ან შეიძლება ნეიტრალურია და შეიძლება ხა ერთი-ორი იყოს ვიღაცა რაღაცას მიმალული არაკეთილგანწყობილი და ისიც ვერ გამოხატავს ამ არაკეთილგანწყობილობას, იმიტომ რომ ამდენ კეთილგანწყობილ ხალხში არაკეთილგანწყობილობას ესე პოზიციას ვერ დაიწყებ, ბრბოს ფსიქოლოგიის სამბაში. ამიტომ ეხა ამ ვითარებაში მამარდაშვილი, როდესაც აი ესე დაძაბული არის, ისედაც გაღიზიანებულია შინაგანი დაძაბული რაღაცა, შეიძლება წამოისროლა ეს ეპატაჟური, რომ აი გაუნათლებლები ვართ რაღაც. თან ალბათ ქართულ ენას რომ ბოლომდე კარგად მისთვის ალაპარაკო ყოფილიყო, შეიძლება იმავეს იტყოდა, მაგრამ იტყოდა უფრო ასე ისეთი ქართული წინადადებით ისე გააფორმებდა რომ ნაკლებად გამომწვევი და გამაღიზიანებელი ყოფილიყო აუდიტორიისთვის. ეს ჩემი ვარაუდებია, მაგრამ მე ყოველ შემთხვევაში მე ესე აღვიქვი იმის ისე რომ აი გაუნათლებლები ვარ. იმიტომ რომ ეს პრობლემა დღესაც არის და მეც მაწუხებს აი როდესაც თუნდაც მე მეკამათებიან ხოლმე აი უკვე იქ რაღაც ზოგი პროფესორად ჩამოყალიბდა საქართველოში ზოგი რაღაცა თვითონაც გაიჩინეს რაღაც ავტორიტეტი გაუჩნდა თითქოს რაღაცა და მე რაღაცას მეუნებიან ხოლმე რა რაღაცაზე ან შემეკამათებიან ან მისწორებენ რაღაცას ან რაღაცა ხოლმე და ბიჭო აშკარად ხედავ რომ აპროცესი სამში არ არის რა მიუხედავად იმისა რომ მისგან მომდის ეს საკმაოდ აგრესიული და უხეში დაწუნება ასე ვთქვა რაღაცა თვალს მარიგებენ ან მიწუნებენ ან რაღაცა ესე პონჩი რაღაცა თავს მამადლიან პონჩიც არის და გამაგიზიანებელიც არის ძულებული გახდი რომ შემეწყვეტ ამ ადამიანთან ურთიერთობა თავხედურადაც კი რა ბოლო უფროსი ვარ ასაკით კი აი მე მაინც ვიცავ და მიჭირთ იმიტომ რომ ბიჭო იმდენად არიციან რა იმდენად ყემალზე ზიან რომ ძნელია რომ ადამიანს
უთხრა ეს რა. აიგე რო აი ბჭო არიცი ხა ეს გაგებაში არა ხარ, ნუ ახლა აგელაპარაკო ხო? ვერ ეტყვი რა ადამიანს რა აწყენილე რაღაც იქნება. ან თანო ხერხული ეს ალბათ უნდა უთხრა კიდეც, მაგრამ ნუ ხერხულია რა. მაგრამ რეალურად ამას ვაწყდები მე რა, ყველა ფეხის ნაბიჯზე ამას ვაწყდები გან ქართველებთან ურთიერთობაშიც და ნუ ხშირადაც იმიტომ რომ არის რაღაცა რაც არ იცის რა, ეხლა იმ დღეს აღმოჩნდი მე თვითონ ესეთ სიტუაციაში რაღაც ქართულ პოლიტიკაზე ვიხსინე და ვიღაცა რაღაცას და ბჭო არ ვიცოდი რა, რაღაც ინფორმაციულად იმდენ რამე არ ვიცოდი რომ ბჭო მეთქის რომ აუ ადამიანს ალბათ ხა თავს ჩამარტყოს რაღაცის რა. ესე იგი რას ლაპარაკობ ხო ესე მე თვითონ თან ჩავერთე ლაპარაკში და რა ნუ იქიდან შეიძლება რას ლაპარაკობ როცა აი ესეთი წინა ინფორმაცია ი რაღაცეთ ისე ჩუმად გავჩუმდი რა რომ მეთქი ოკეი რაღაც დროზე გადავიტანე უნდა ლაპარაკი ან ბოდიში მოუხადე არ ვიცი ბოდიში მეთქი ხო მაგრამ ნუ მაინც იმ დღეს ფეხბურთზე მელაპარაკებოდა კიდე ერთი პიროვნება კამათი მოუვიდა ქართველთან ეს თუნდაც ქართველია ოღონდ ფეხბურთი არ უყვარს რა და ეს ქართველებიო რა ეს ტრიპაჩობა ვერ მოიშვიე შალეთო აი ყო მეთქი და აუ კვარაცხელიაზე მითხეს რომ მაგარი ფეხბურთელია კვარაცხელია აიგე აუ მეუნებაო რომ აი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო სოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო არისო რა კვარაცხელია მეუნებაო ბიჭო სოფლიო ჩემპიონატი აგერ არის ამერიკაში და სად არის კვარაცხელია თუ ეგეთი მაგარიო და ბიჭო დავაგიდგენი ეს ტიპო ვაფშე არის ის არც ფეხბურთი იცის არც სტრუქტურა თა როგორ იცი აიო სად არის აბა მაჩვენე სად ნო ბიჭო უნე გაჩერდი მაგალ ვაუ აბა სად არის მაჩვენე სად არის საკაჩვენო სოფლიო ჩემპიონატი და ამწუჩე ეხლავე რაგაჩვენო არ არის ხო სოფლიო ჩემპიონატი და იმდეს არ მოგისმენს რომ არის ეროვნული ჩემპიონატები რაღაც სტრუქტურა FIFA UEFA არა მაგნეს დროს ვინ მოგცემს აი მომენტში მოგიგო რა და ეს სიტუაციაში ვარდები ადამიანი ხოლმე და ამიტომ მეცნო ეს მამარდაშვილის ეს ისა რა რაღაცნაირად გაგზია და ცოტა ეპატაჟურაზე თქვა რომ არ იცით ენები უნდა იცოდეთ პირველად იცოდომა უნდა ქონდეთ ტექსტებთან მაგალითად შეიძლება რუსეთში არ იყო ეს წდომა ყველა ტექსტთან მაგრამ ნუ მაინც ახლა მოსკოვში რაღაცნაირად ალბათ აღწევდა თვითონაც პრაღაში მუშაობდა სხვადასხვა ახასიათებენ მაგალითად ბიკოვი რომ დეგენერატი რომ რუსი იმას უყურს ბერძეიშვილს უყურს ბიკოვი მაგარია დეგენერატი არის ფილოლოგია რა რუსეთში ხა აქცეული ქართული მოიყვანოს სუფთა დეგენერატი ხო სუფთა დეგენერატია ის და ის ბიკოვი ამოზე მამარდაშვილი ის არის რა ეპატაჟური არისო ეპატაჟური კი გამომწვევი არისო თავიო ისე უჭირავსო რა სხვადასხვა ეგ თქვეს გიგაზედანი ამას და იმანაც გიგითევზა და გიგაზედანიმ ჩაწერეს მამარდაშვილზე რაღაცა დიალოგი და იქაც რაღაცა გამოჩვიოდა რომ მამარდაშვილსო თავი ისე ეჭირაო მე კიდევ ვიცი ერთი ადამიანისგან აღარ მიხავ ახსენე ორიდან კიდევ ვიცი ვინც შეხვედრია პირად მამარდაშვილს და ეს თავი ისე ეჭირაო რა აი მოსკოვიდან ჩამოსული ტიპი რუსულად კარგად ლაპარაკობს და დანარჩენი მაგ რუსული არიციან და რაღაც ესეთ პონჩი მაინც ყოყლოჩინობდაო რა ხო მე ხო ეგეც მოხდა მე თვითონაც აი მაგალითად აღწერაში აღწერენ რომ ჯინსები იცვა და პულოვერს იცვა ეხა ეცოდა გამომწვევი არის პროფესორებში ნუ რაღაც მაინც სტანდარტული ჩაცმულობა იყო იქ რაღაც ის უნდა შავი შარვალი ან ლურჯი შარვალი რაღაც ესეთი და ნუ პიჯაკით და რაღაც ესეთი მაისურით რაღაც მაისურით კი არა აქვე სპერანგით რა საროჭკით და ნუ რაღაც ესეთი იმეებით რა მოკლედ
ჩაცმულობით რაღაცა ფორმასა და ეს კიდე აი გამომწვევად სტილნად დადიოდა ხა სტილნად დადიოდა ეს მაშინ ეს მოდაზე მოსკოვის ალბათ მოსკოვის მოდაზე არის ის რაც აღარ ნახა და ნუ ქონდა ეთყობა ეს თავის თავთან და აქაც ნუ თქვენ არიცით მე ვიცი პოზიციაზე დადგა რაც გამომწვევი იყო აშკარად მაგრამ რეალურად თქვა ის რაც ამ ორი რაღაცით თქვა ის რაც რომ ახალგაზრდას უნდა შეუქმნათ პირობები და ვალდებული ვართ ჩვენ ისეთი სტრუქტურები გავაკეთოთ რომ ახალგაზრდა და ეს რაღაცნაირად განჭვრიტა და იგზნო რომ მართლა ესეთ პერიოდი დგებოდა და ეს დამღუყველი იქნებოდა და იყო კიდეც თელ თაობებისთვის და დღესაც გვიჭის დღესაც არ ყავს საკმარისი დახელოვნებული ადამიანი საკუთარ სფეროებში გვიჭის სპეციალისტები ყველა დარგში როგორ შანს რაღაცები ხდება, მაგრამ მაინც ხარი გაჭირება ამ ხრივ მე ნუ ადამიანები იკარგებიან ნარკომანიაში, ქურდობაში, ავი 1000 უბედურობაში და ნუ შემდგარი ადამიანს რომელსაც პროფესია არ აქვს და შემოსავალი არ აქვს, ხემისგან რამე შედგეს. ამიტომ ბევრმა ადამიანმა მიმართა ეკლესიებს იქ მოხვდნენ ნუ საოცარ გარემოში ფუნდამენტალისტების, კგბ-შინიკების და ასე და ნუ აი ეს ცუდ ვითარებაში აღმოჩნდით მთელი თაობა ძალიან ცუდ ვითარებაში ძალიან და რომელიც შედეგებიც კიდევ გაგრძელდება დიდხანს იმიტომ ამასობაში დაიბადნენ იქ ასეთ ოჯახებში დაიბადნენ ხალხი ახალგაზრდები რომლებიც ამ ვითარებენ ამ მთელი უბედურობა დატრიალდა რა და მამრდაშვილი ამას ამბობს ამბობს მოვალეობაზე რომ აი ჩვენმო უნდა ისეთი რაღაცა შევდექითო რა და ეხლა ცოტა ისე ყველა ვერ შედგა ნუ იქ მოყავს მაგალითად თვალს გაახელს ბავშვი და გარშემო ხედავს მოსიარულე ორ ფეხზე შემდგარ მკვდრებს კი მოსიარულე მკვდრებს ზომბებს ეს მამრდაშვილის ერთ-ერთი არის რომ ადამიანი შეიძლება იყოს ცოცხალი მაგრამ ესე იგი პროფესორად ადამიანი შეიძლება იყოს ცოცხალი, მაგრამ მაშინ არ იყოს სიცოცხლე. ესე იგი ადამიანი მხოლოდ მაშინ არის ადამიანი და იქ უთქვეს კრიტერიუმს ადამიანი რომელსაც მხოლოდ ერთ-ერთი კრიტერიუმი აქვს ეს არის მისი სინდისი და პასუხისგებლობა. რომელსაც არ აქვს ეს აი ხა ეს პირველად მამრდაშვილის მე მეგონი მე ვთქვი ეს საქართველოში აზრები ჯიზე რო გამოვედი მაშინ ვილაპარაკე რომ რაღაც ავტონომიაზე, გამანათლებლობაზე და რაღაცაზე და მე სანუ ზედანიამ საერთოდ მე გამოცა მთლიანად წიგნი ფუკოსი და ისი წიგნი და ეს წიგნი არის რომელიც საკმაოდ კარგი თარგმანია და ეს სამაგიდო წიგნი უნდა იყოს ნებისმიერი ქართველისთვის ასე მიმაჩნია მე ეს არის კანტის რა არის გამანათლებლობა და იქვე მე ფუკო წერს თავის უკვე სიკვდილის წინ ცოტა ხნით ადრე წერს რა არის გამანათლებლობა. ესე იგი ასუხობს კანტს და აი ამ ორ ტექსტს შორის მე ამას უკითხავდი ჩემს სტუდენტებს ამ ორ ტექსტს. ფუკოს უკითხავდი პროფესორ ფუკოს უკითხავდი, მაგრამ ეს კანტსაც მოხა. და მამრდაშვილი სწორედ ამას ლაპარაკობდა რომ მამრდაშვილიც ამას სწორედ ლაპარაკობდა რომ ესე იგი ადამიანს აქვს საკუთარი სინდისი, ესე იგი დასრულობის ამბავი, შემოაქვს დასრულობის თემა. ახალგაზრდა და დასრული ადამიანი, რომელიც საკუთარ ფიქრებს ფიქრობს, რომელიც საკუთარ აზრებს აზროვნებს. და ამ აზრებისა და ფიქრების პასუხისმგებელია. და ეს ნიშნულოვანი რამეა. და არა მაგალითად ნუ ვერცაცხონოს და ჩემი დასაქმეა, მაგრამ არა მაგალითად ილია მეორე ან სტალინი ან ბიძინე ან მიშა ბრძენი ან მებელადი ან ეკლესია, ნუ ახი ილია მეორე ეკლესია. და რამე საკუთარი ძალისხმევით, საკუთარი რისკით ფიქრობ
შესტომებს უშვებ და თუ გაგიმართლა მოხვალ საკუთარ თავთან. გონს მოეგები ასე. ესე იგი შენს საკუთარ გონს მოეგები. ასე შენს მოეგები. შეგებება ხო ვიცით რასაც არის. საკუთარ გონება შეეგებებს. ესე იგი უკან მოვრუნდები რა და მოგება გება არის აი ორი რაღაცა საგანი რომ კარგად მოერგება ერთმანეთს რა. მოერგება, შეეგო. ესე იგი ალბათ რა ხო და მოგებება ესე საკუთარ გონებას რომ მოერგები. ეგ შენი გონება, შენი ფიქრები, შენი აზრები და შენი საგნები რომლებიც შიგნით არის. ესე იგი პლატონი ამბობს ეგეთ რაღაცას რომ Pedronis 83a b ბაჩენას თარგმანში არის 56 გვერდზე. გურჩი ვნახე რა ეს გუშინვეზე დავწერე რაღაცა. იქ არის სწორედ რომ სულმო ირაც სულში საგნებია იმაში. ნუ ხა ეს პლატონ ვინც იცით ხო იდეები, თანშობილი იდეები. აი იმ საგნებს რომელიც სულშია რომ იმას ჭრեց. ეგ საკუთარ თავთან მოbrunების ამბავში მოეგებ. ესე იგი ის რაც შენ სულში, ეს საგანი მთელი სამყარო რომელიც შენ გონებაშია და შენი სულიც, ესე შენი სულიც ის რაც შენ მის მასში არის, ამ გონების მასში არის, რომ ეს გონის სიტყვა არ არის იმაში არც ბერძნებში და არც ახარებაში ქართულად არის რა გონს მოეგო და რაღაც ეგ გონი შემოაქვთ ქართულეს. ხე იქ იმ ციტატებში არ არის ლაპარაკი გონზე. მაგრამ იგულისხმება რა რაღაცნაირად, იმიტომ რომ სულის უმაღლესი ნაწილი არის გონი რა. მაგრამ ეს სულის უმაღლესი ნაწილი გონი უკვე ნეოპლატონისტურად უფრო მაღალი იერარქია. მაგრამ თავისებური ის არის რა, ანთროპოლოგია არის აქ ჩადებული და კოსმოლოგიაც არის და ონტოლოგიაც და ნუ ახლა ასე თუ ისე რაც შეძლებს ქართულენში ესე გაქვს. რაც შევძლებთ რა. ხო. მამრდაშვილი აქ ამბობს რომ აი ადამიანი უკვე საკუთარ თავზე პასუხისგებლობა რომ და ამით ამბობს რომ აი ჩვენ ეხა ვიქცევით როგორც ზომბებიო რა. ეხა რას ნიშნავს როგორც ზომბები ორ ფეხზე შემდგარი მკვდრები. ახალგაზრდა თვალს ახელს და უყურებს ჩვენ. ესე იგი კვლავ ნუ საშინელი ეპატაჟური გამონათქვამია ხა მის მამრდაშვილი იცის ეს ერთ-ერთი მისი მთავარი პოსტულატია ასე ვთქვათ ეს აქ იმეორებს იმას რაც მანამდე ბევრჯერ აქ ნათქვამი და ახიმიც ეს თემა ხომ მკვდრების სამყაროში და ზომბები და ზომბებს უნდა ცისხლი მაგალითად ერთ გადაცემაში რუსულ გადაცემაში ამბობს რომ მათ სისხლი უნდა ისინი სისხლით იკვებებიან. ესე იგი მამრდაშვილი რეალურად გეუბნება რომ აი ეს ორფეხზე შემდგარი მკვდრები მოსიარულე მკვდრები აუცილებლად დაყვრიან სისხლს. ჯერ სისხლი არ არის დაყვრილი იმ პერიოდში როცა ამასავთ. მაგრამ აუცილებლად დაიღვრება სისხლი. იმიტომ ესენი ამათ სისხლი თავიანთი სისხლი არ აქვთ. ამიტომ აუცილებლად სხვის სისხლი უნდათ. ხა ეს ზომბების თემა შემოაქვს მამრდაშვილს და თქვენ კარგად იცით რომ ეს ზომბების თემა როგორ ხდება პოპულარული მე კინემატოგრაფიაში თუნდაც 90-იან და 2000-იან წლებში საშინელებათა ფილმებში აგერ დღევანდელი აი ვირუსის თემები რომ არის აი ვირუსი რომ დაემართება ადამიანს სულ ფილმები ეხლა უკვე სულ მაგაზია რომ რაღაცა ვირუსი დაემართება და ადამიანები ხდებიან ზომბები ან უცხო პლანეტელიდან ჩამოვარდება რაღაცა ვირუსი ან ფაკულტი ეგეთი ფილმი რომ არის რაღაცა ისეთ აი ეს როგორ იგრძნო ფილოსოფოსმა აი ნამდვილი წინას ფილოსოფოსს რო იძახი ნამდვილი წინას წარმოტყველია მეთქი აი როგორ იგრძნო ამ ადამიანმა და გველაპარაკება იმ ენით რომელი ენაზე შემდეგ ილაპარაკებს თოფილო აი იგრძნო რაღაცა რაღაცა აი ეს არის ფილოსოფოსის მოვალეობაო ესმის აი რატო ამბობ მაგას აი ძიზულასე რომ მეუნებიან რომ აი რატო რასერჩი ზიზოს მოდი განვიხოთ მისი სტატიები ალბათ მომიწევს რა ბოლო მაგრამ ეხლა სხვა რაღაცას ვაკეთებ და თელ გონებას ესე ჩემ ცხადო დიდხანს ამყოფნის რა ეს გონება გუძლის ბრალიაო ამობენ ვისკის ტამა გუძზე და
ღვიძლის ბრალიაო რა, როცა ღვიძლი კარგად არ მუშაობსო, რაღაცა პერიოდი გაქვს კარგი გონება და მე იფუშება რა გონება რა. რამდენიმე საათი შემიძლია 1-2 საათი შემიძლია რაღაცა წერი ცხადი ტვინით და მე აღარ შემიძლია რა, მე ვეღარ ვაკეთებ და მე ვიღლები და ეხა ეს 2 საათი მაქვს დღეში და ისიც ეხა ზიზულასზე გადავიტანო ერთი მაგისის და ზიზულასზე იმიტომ აი რომ ზიზულა ვერ იცნო რა რაცა უნდა მაგარი ყოფილიყო აი ფაშიზმის სამსახურში ჩადგა და ეხა ნაციზმის და ფაშიზმის და ეხა მაგისია და ხო აი მამარდაშვილი კიდე გეუბნება რომ და ჩემ და იქ ამბობს რომ აი მეო მაგიტო დავრუნდი საქართველოსში რა უბრალოდ საბჭოთა კავშირშიო რომ ახალგაზრდების წინაშე მოვალეობა ეხა ეს კიდე უცნაური მომენტი შემოაგდებს ადამიანი რომელიც თითქოს ხოლო საკუთარ თავთან არის პასუხისგებელი ადამიანი რომელიც ხოლო საკუთარ სინდისზე არის და ნუ აქ ლაპარაკობ უკან დახევზე ადამიანი საკუთარ თავში მოიკრიბოს და შეიკრიბოს უცებ ამ ადამიანს უჩნდება პასუხისგებლობა სამყაროსადმი და რეალობისადმი. ეს რაღაცა მექანიზმია, რომელიც მას განხილული არ აქვს თავის მეებში. ეხა არ ვიცი იქ მაგალითად ვილნიუსის ლექციები არ მაქვს საკითხული, უკვე მიჭის მამარდაშვილის საკითხვა და იმიტომ უკვე ვაწყდები ერთსა და იმავეს. ეს ეხა ნათაძეს ამბობ, იმიტომ მაინტერესებდა, რომ მაინც მისი ბოლო სიტყვებია და ასე თქვა თანამედროვე პოლიტიკასთან არის კავშირში, მაგრამ აი ვილნიუსის ლექციები 70-იან წლის ბოლოშია და ეხა გამოვიდა, ახლახან გამოვიდა ეს ლექციები და იქ შეიძლება ამბობს რაღაცა მსგავს, არ ვიცი, არის რაღაც შეიძლება რაღაცები ყველაფერი ხო არ მაქვს საკითხული მისი და ნუ ძირითადად მთავარი რაც არ მაქვს, აი ეგ არის. დანარჩენი ხა სტრელას პაზნანია და რაღაცა იმას კაცი ვერ გაიგებს აწერია იმაში. ხო და მე კი არა ნამდვილი ფილოსოფოსები ვინც არიან და აი პროფესიით და დღე-დღე მაგითი არიან დაკავებულები და იქ რაღაცა ჰეგელით ემეთი ისინი კითხულობენ ნუ ნაბროსკი არის რა რაღაცა დაიწყო და აღარ მიასრულა ხო მე ესე იგი ამას ამბობს ხი პასუხისგებლობა უჩნდება ადამიანს მას შემდეგ რაც ადამიანი შედგება. ესე იგი, შემდგარ ადამიანს უჩნდება პასუხისგებლობა საკუთარ თავთან მიმართებაში და უჩნდება სოფლიოსთან მიმართებაში. და აქ შემოაქვს უკვე აი ამ ეტაპზე გადადის უკვე მექანიზმზე. აი საზოგადოებრივი მექანიზმი. რაც მისთვის ეს უკვე მისი ახალგაზრდობიდან დაწყებული პროექტია. როდესაც ის მარქსიანელი იყო, მე მარქსს ცოტა მოშორდა, მაგრამ ბოლომდე მაინც დარჩა მარქსიანელი. ოღონ ესე იგი ისეთი მარქსიანელი კი არა, აი იდეოლოგიური მარქსიანი, არამედ აი ფილოსოფოსი მარქსში რაც არის ის ფილოსოფოსობა, რაც ძალიან ახლოს იყო 60-იან წლების სტრუქტურალისტთან და მამარდაშვილს პრობლემები შეექმნა სწორედ პოსტსტრუქტურალისტებთან. ესე იგი ამ თუცა ამბობენ რომ დელიოს კითხულობდა და დელეს და არსებობს მაგის და დელეზი და მამარდაშვილის შეხვედრა. ესე იგი სტატიები განხილული მაქვს ხა რაღაცას რო წერიქ. მაგრამ რამე დიდი ფართო კვლევები აქ არის აშკარად არის დისერტაციები რუსეთში დაცული, სადაც ეს დელეზისა და მამარდაშვილის მიმართებაზე არის ლაპარაკი, სადაც საკმაოდ პოზიტიური მიმართებებია. მაგრამ აი დერიდასთან და ფუკოსთან და ეგეთ რაღაცებთან ადამიანს კარგად ვერ იყო გენეალოგიაზე. და რა არის ხა სტრუქტურალისტურიშიც როგორია რომ რაღაცა სტრუქტურებია სამყაროში უბრალოდ საზოგადოებაში, რომელიც სტრუქტურებიც შემდეგ ისინი მოქმედებენ, მუშაობენ და აწარმოებენ ამა თუ იმ გაგებებს და ცოდნებს და ამა თუ ადამიანის თავებში. ესე იგი ადამიანი თავისი აზროვნებით, ესე იგი თავის
პიროვნული აზროვნებით ქმნის ჩართულია უკვე სამყაროში და თავისი აზროვნებით და ფიქრებით ქმნის ამ სამყაროს. აი ესეთი წრებრუნვაშია მოქცეული ადამიანი. და ეს სამყაროში იგულისხმება, სწორედ აი ეს სტრუქტურები. გარკვეული სტრუქტურები, ჩვენ შეგვიძლია მაგას ლოგოსები ან ტროპოსები დავარქვათ, თეოლოგიები. რას დავარქვათ? ჩვენება რამდენად მე ეს იმუშავებს სწორად ან რამდენად ეს შეესაბამება იმ პრინციპებზეც თვითონ ეს ლოგოსები და ტროპოსები გამოიყენა მაქსიმი აღსარებელო. მაგრამ ასე თუ ისე ეს ესეა. მოკლედ არსებობს რაღაც გარკვეული სტრუქტურები, რომელიც აწარმოებენ გარკვეულ მიმართებებს ინდივიდთა შორის, საზოგადოებრივ მიმართებებს და საზოგადოებრივი მიმართებები ადამიანებს ტვინში ბადებენ რაღაც გარკვეულ აზრებს და თუ ადამიანმა იქ არ გამოიჩინა ესე იგი თავისი სინდისი არ შემოიტანა და ხნეობა და გაბედულობა და პასუხისგებლობა, მაშინ ის გადაიქცევა აი ამ სტრუქტურების მარიონეტად, ესე იგი ზომბად. აი ეს არის მამალდას აზრი. და ის ამბობს, რომ ჩვენო ისეთი სტრუქტურები შევქმნითო, ჩავარდითო ტლაპოსში, აქო აი ამ სახალხო ფრონტზე ამბობს, რომელიც არ მუშაობს. და ახალგაზრდებსაც არ ვაძლევთ საშუალებას, რომ ამ სტრუქტურებში მათ ესე იგი ამ სტრუქტურებში მათ რაღაც დაიბადონ ადამიანებმა იპოვონ აზრი, განხორციელდნენ, შედგნენ და ის რაღაცაც ამბობს მამარდაშვილი, აი ხა მე ამ ბალახებთან გაველი და ალერგიასაც ეგრევე გნაცანს ავიკიდე. ოკეი, ასე უნდა შევძურე ხა მე აქ, მაგრამ აქ არ მინდა. ხო და მე გარია პატარა რეჩო და აი ამ ხალხში შევძურები. ხო და მამარდა ამბობს, რომ აი ჩვენო აქ რაღაცა რა ხდება, ესე იგი ხდება ის, რომ ლაპარაკია იგულისხმება, რომ ამ პერიოდში არის კულტი. არ ვიცი ჯერ მყარია თუ არა კოსტავა, მაგრამ აშკარად არის კულტი გამსახურდიასი, ყვირილი, სამშობლო და ერთმანეთის ძაგება, გინება, ვის უფრო მეტად უყვარს სამშობლო და აი სამშობლოს სახელით ერთმანეთის გაჩუმება, ქიშპი, დაპირისპირება და რაღაცა სიტუაცია უკვე საქართველოში და ამბობს, რომ არა, ჩვენ ისე უნდა გავაკეთოთ, ისეთი სტრუქტურა უნდა შევქმნათ, სადაც შესაძლებელი გახდება საუბარი. ეს პარლამენტი თხოვს, სასაუბრო. ჯერ პარლამენტზე მასე ლაპარაკზე მეტია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის ამბობს, რომ არ შეიძლება რაიმე ფეტიში არსებობდეს, არ შეიძლება არსებობდეს ისეთი რამე, რაც ადამიანს ზემოდან ან გვერდიდან ადამიანს წაართმევს იმ უნიკალურს, რაც ადამიანშია, ეს არის ადამიანის სული. ამ შემთხვევაში ხა პლატონის შენთროდა და ამ სულში არსებული სამყარო, აი რომელიც სამყარო შემაშიც უნდა შებრუნდეს სული და იმ სამყაროს მოარგოს ის გარე სამყარო, რომელიც გარე სამყაროდანაც ამ სულში შევიდა და რაღაც ესეთი ამდენ. ეს ხა ლუკას სახარების ამბავით შეგიძლიათ უძღებიშვილის ამბავით. შეგიძლიათ დაახლოებით ესეთ ჭრილში განიხილოთ. აქაც მამარდაშვილი ამბობს, რომ სახარებაშიო არისო აი დაწნეხილი, დაკრისტალიზირებულიო მაშინდელი აზრები და მაშინდელი ფილოსოფია ზოგადად თუ არ ამიტომ იმეორებს ის, მაგრამ სულ რამდენიმე ფრაზას იმეორებს ისიც იოანეს სახარებიდან თუ არ ცდილობენ. და იოანეს სახარებას ციტირებს და ამბობს, რომ პავლეო. აღარ ახსოვდა. ხო და ამ შემთხვევაში აი თუ თქვენ გინდათ რომ აუცილებლად თქვათ რომ ლუკა მართლა იყო პავლეს მოწაფე და მართლა ლუკამ დაწერა ეს სახარება, მაშინ ცოტა გაგიჭირდებათ ეგ ამბავი, მაგრამ
მაინც შესაძლებელია, მაგრამ თუ ამოვალთ იქიდან რომ სახარება რეალურად ის რომელი ტექსტი ჩვენ გვაქვს ეს პირველი 4 საუკუნე იქნებოდა ეს ზუსტად იმ პერიოდს ფარავს რომელ პერიოდზეც შიც აი იბადება ესე იგი რომელ პერიოდიდანაც შიც ხდება ესე იგი ძველი ანტიკურობიდან გვიან ანტიკურობაზე გადასვლა ეს პერიოდია როდესაც ჩაისახება ქრისტიანობა ასე ვთქვათ ჩაისახება ნეოპლატონიზმი და ვითარდება და ასევე ლაპარაკია იმ პერიოდზე როდესაც აი სტოელები აღწევენ თავის ზეობას და ნუ უკვე მეტნაკლებად ამოწურეს თავი სტოელებმა ასე რომ აქ არის ესეთი პერიოდი თუ ამას შევთვლით რომ აი სახარება დაახლოებით და ახალი ახლა აი ამ პერიოდში წამწამზუს აი ამ პერიოდში ყალიბდებოდა მაშინ ნუ მართლა შეგვიძლია ვილაპარაკოთ რომ სახარებაში და ახალ ახმაში მოცემული გვაქვს დაკრისტალიზირებული არის აი ამ საუკუნეების სახალხო ასე ვთქვათ ხალხში გაბნეული და მიმობნეული და ათვისებული ფილოსოფია იგი აკადემიური ფილოსოფია კი არა არამედ აკადემიური ფილოსოფიის ნაყოფი ასე ვთქვათ აკადემიაც ხო გახსოვთ რა არის პლატონის სკოლა არის ბაღი იყო იქ აკადემიას თუ რაღაცა და იქიდან მოდის აკადემიას სადაც იჯდა და მოწაფეებს თქვას ნუ დიალოგებს ლაპარაკობდა და მოწაფეები იწერდნენ აი ესე ამბობს მამრდა რომ ჩვენ აქ არ შექმნეს ეგ აქაცო რაღაცა ყოველთვის სამშობლოს სახელით, ყოველთვის არჯენტის სახელით. ხო, ეს უკვე თუ აგამბენ შემოიყვანთ. ყოველთვის რაღაცა აი არჯენსი. მოკლედ განგაშის ბებია ჩემი სიტყვა არის ყელჭირება. ეს გასაკეთებელი, ეს მოსახნავია, ეს საწამლია, ეს არის, ეს სულ რაღაცა საშინელება ხდება, სულ სწრაფად, არიქა, სულ არიქას პერიოდში და აქ ადამიანი დაიძრგუნებაო. ხო და არადო ჩვენ ისეთი სტრუქტურა უნდა შევქმნით, რომ სადაც ადამიანებიო იქნებიანო ადამიანები იქნებიანო, აინც ვერ მოვასწარჩი. ადამიანები იქნებიანო აი თავის ნახევარ აი რომ არის აგორას მანამდე საუბრები ფილოსოფიაზე რომ აქ იქ ამბობს ამ სიტყვა აგორავეო რა ხო და ეს აგორა აქ ხაღარა მოსაგორავმა აი ნახევარი აზრები მოგეთ ადამიანებს რომ მიეცეს საშუალება რომ იაზრონოს თავისუფლად და რაც მას შეუძლიაო და გააკეთოსო ის რო გააკეთოსო რა ზეგი ადამიანმა თითოეულ ადამიანს მივიცეთო საშუალება რომ ადამიანები მიშევდეთითო რაღაცა ვიცითო პროფესიონალები ვართო რომ ამ ადამიანებს მოგვეცესო საშუალებაო რომ ჩვენო გავაკეთოთო ვიაზროვნოთო რა მოკლედ რა და ნუ რაღაც აზრი მე მაგ რაღაც აზრი შენ გაქვს ეს აზრები შევახვედროთ ეს აზრები შემოვახვედროთ მაგრამ ჩვენ ისეთი სტრუქტურა შევქმნითო სადაც ეს არის აი და გამოხდენათათე რომელი სტრუქტურა აი ზუსტად დამუსაკერეთ ზუსტად რომელი სტრუქტურა რა სტრუქტურაზე ლაპარაკობს საიდან სად გამომდინარეობს საიდან სად მიმდინარეობს რაღაც ეგეთ ნუ მე რომ გამაკეთებიან ხოლმე ეს აზრი საიდან მოიტანე აბა ზუსტად შეჭება უნდა ხვდებოდე მაგაზე ლაპარაკი ხა მაგის დრო არ და შოთ ხა მაგის დრო არ არის ხა ლექციებს უყურებ წაგიკითხავ რა მე ხვდებაო რა ხოლმე ნუ ცოტა ხანი გავიდა მამრდაშვილი გააგზელა ლაპარაკი და უცებ თქვა რომ არა ჩვენთან ყველაფერი ისეა რომ აი ვიღაცამ რაღაცა იცის უკვე და აი ჩვენ იმას უნდა დაუჯეროთ რა ეგო არ არისო სწორიო ეგ ამბავიო სწორი არ არის
იმიტომ რომ ესეო ვერ შევდგებითო. ესეო არ გახურციელდება ესე შეიძლება იძახის. ესე ვერ იქნება. ასეთ შემთხვევაში მივიღებთ არჩევის შემთხვევაში მივიღებთ ჩვეულებრივ დიქტატურას, ჩვეულებრივ ტოტალიტარიზმს ერთი ადამიანის აზრზე უსიარულს ან ჯგუფის სიარულს დღესაც ხდება ხოცი ნაცი, მიშა ბიძა, რაღაცა. და არა, ჩვენ აქედან უნდა გამოვიდეთო. ამენად უნდა მოახერხოთ, რომ აქედან გამოვიდეთო. და ამ დროს უკან ამოიყვეს, რომ როგორ მედავთ. ესეთ რაღაცას წამოაძახებენ ნავარდაშვილს. როგორ მედავთ? აი ნავარდაშვილი აი სწორედ ამაზე საუბრობთ. თვითონ ნათაძემ წამოიყვირა, როგორ მედავთ? ესე იგი, როგორ მედავთ, რომ მიდიხარ საერთო აზრის, როგორ მედავთ, რომ გაკრიტიკებ, როდესაც წინ კაც ქვეყნის გადარჩენა, როგორ მედავთ, აი, სწორედ ამას ვამბობდით და ამას გეუბნებოდით, რომ აი ვიღაცა მოვა გეტყვის, როგორ მედავ შენ მიმხარ, ამას რომ ამბობ, ვინ მოგცა მაგის უფლება, მომიტყვანი ავტორიტეტი, მომიტანე ციტატა, თუ ციტატას სიმწუში ვერ მოუტან, მაშინ კვარაცხელია, სად არის კვარაცხელია, სად არის კვარაცხელია გეტყვის. სად რანე, არ არის უბრალოდ ჩემპიონზე, მაგრამ იმას ყوار დაგიждდება და 1 საათს ყوار მოხსენს, რომ 1 საათი ხა შენ გიშინოს როგორ აუხსნა რა არის ეროვნული ჩემპიონატი, რომ ლიგებია და რომ იქიდან გადასვლა და რომ აქედან გადმოსვლა და მერე იქ ყვარდან ამდენ სხვა მოგეკითხვის არა რომ ყველა ფეხბურთელი კი არ ხვდება. არა, მის ტვინში ესე არის სტრუქტურა რომ თუ მაგარი ფეხბურთელი სუპერ ჩემპიონატზე უნდა იყოს, თუ სუპერ ჩემპიონატზე არ არის, ესე იგი არ არის მაგარი ფეხბურთელი. всё. მაგას მასე ესმის. ხოლო ის რომ სხვანაირად არის მოწყობილი და იმას დრო ჭირდება რომ გაეცო, ეს გეტყვის არ მაინტერესებს. ან მაგის დრო არა, ხარ გახუერ და გელაპარაკები. რაღაც ესეთ. რაღაცა უცებ მოგიშორებს თავიდან. ხო, აი მამარდა, ეუბნება რომ მე ახლა მაგის დრო არ არის. ციტატების მოყარეს კორიანტებს აქვე დავაგავაკეთებ, მაგრამ აგერ აი შენ თვითონვე დაადასტურეს ჩემი ნათქვამი. როგორ მედავთ და ჩემში კლავ სწორედ იმ უნიკალურს რასაც იწოდება მე. ჩემი პიროვნება, ჩემი სინდისის ხმა. აი ესე და ნუ იქ ამბობს იმ თავისუფალ სიტყვებს. სამშობლოზე მაგალითად ჭეშმარიტება, ხოლო ჭეშმარიტების ხმა ადამიანში არის სწორედ სინდისის, ჩემი სინდისის ხმა. ესე ატრიალეს, ეს სხვადასხვის ჩადაევის ნათქვამია, აი გასაყარი როცა იდა რუსეთის ნიკოლოზ მეტი არის ეს პერიოდია დეკაბრისტები დამარცხდნენ და მოდის ეს ნიკოლოზი და რომელმაც დაიწყო ცენზურა. ამდენ იყო ეკატერინა მეორე რუსეთში, რომელსაც ვოლტერი და მოლტერი ევასებოდა, მაგრამ მე რაც მოხდა იქ, ხო იცით რა მოხდა. რევოლუცია საფრანგეთში და მთელი ევროპა, სხვადასხვა რუსებიც მათ შეუტიეს ამ რესპუბლიკას, ფრანგულ რესპუბლიკას და ნუ მერე იმის დამაჩერეს რუსებმა რომლის გამოძახილიც მერე იყო ის, რომ საბოლოო ჯამში ნაპოლეონმა შემოუტია მე. ბაგატარინამ რა თქმა უნდა შემდეგ აგეგალა ეს იდეები, ეს ყოველგვარი ვალნა დუმსტვა, მეციფარი, თავისუფალი აზროვნება, ეს ვალნა დუმსტვა, თავისუფალი აზროვნება, ესე იგი ნებიერ აზროვნება რო ვთქვათ, ხო? ვოლნიერ თავისუფალს ნიშნავს, ნაბოლე თავისუფალი. მაგრამ ვოლი არის ნება. აი ამ ნებაზეო ამ ნებაზე
ვალნადობზე შენდებაზე ნებიერად ფიქრი. ხო, ამაზეოაშეილებაო. ნელზია რუსები და დღესაც კი იმათ ხო აი სწორედ ვალნადობს თუ აგზალა ეკატერინემ და სხვათა შორის მაშინ შემოიყვანა თუ წაკითხული გაქვთ ეს ლარის სასაფლაო იქეთ არის ეს რა აი მასონები თუ მასონების წიგნი, მასონების რაღაცა რო აი ეს იდეები მოდერნი საერთოდ აი მასონური ანტიქრისტული ჩანაფიქრი ებრაული ჩანაფიქრია კაცობრიობის ну ეკლესიის წინააღმდეგ რასაც ну დღეს ხოცებიც შენურად იყენებენ ამ ანტიდასავლურ იდეოლოგიას აი ამ პერიოდში ალექსანდრე პირველი იყო დეგენერატი რაღაც მისტიკოსი იყო მოკვდა მამამდე პავლე მიაღწეს მოკლეს თუ ვინც იყო ჩვენი გოგო კი დაუპატურებინეს მე მოვიდა ეს ნიკოლოზი აი ნიკოლოზმა აკეთა ის აი რასაც ახლა მაგალითად აკეთებს უნივერსიტეტებში და რა მოიღო ფილოსოფია შეწყვეტა და ყველგან ბაგასლური აკეთა ითი დაამთავრა თუ გახსოვთ ყირიმის ომში დამარცხდა ნიკოლოზი აი ესე გამწარდა რომ გაცივდა დოქტორის ანთებით და მოკვდა. და ზოგი ამბობენ რომ სპეციალი გაიცია თავი რომ მომდარიყო. აი ამ ნიკოლოზმა ჩადაევი რაღაც სხვა ის. რომ ჭეშმარიტება რომ აღარ გასვიდრე. რასია სამაჯირჟავი და რაღაც ამ ჭეშმარიტება ვარც აღმოსავლეთი ვართ და დასავლეთი ვართ. ჩვენ რო ამბობთ რა ჩვენ არც აღმოსავლეთი ვართ, არც დასავლეთი ვართ, ჩვენ საკუთარ შუაში ვართ. აი ჩაგავე მაგ ეგეთი რამე არ არსებობს. არც არსად არა ვართ. ნუ ამანდაში ამას იმეორებს. ხოლო რაც შეეხება სუპერველი წყარო ამ ფრაზის არის არისტოტელეს მიერ ნათქვამი ფრაზა პლატონზე. აი როგორ ტრიალებს პლატონიდან მოყოლებული ციტატა გითხარით და როგორ გაიკვანძა ეს პლატონი კი შეიმასწალებელია ძალიან მეყვარს მაგრამ ჭეშმარიტება სიმართლე პლატონზე მაღალია ამოს არისტოტელე და აი ეს კვანძი დღემდე აი ესე იკვრება ჩვენ დღევანდელ ცხოვრებაშიც საქართველოში ესეთი რაღაცა მოგიგონე ხამე